ეს ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სხვა გაურკვეველმა ადამიანებმა, რომლებიც მასთან ერთად მოძრაობენ, დაიკავეს რექტორის კაბინეტი. ამის აღსაკვეთად არაფერი არ გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინდელიდან მოყოლებული არ უშვებენ ჩვენს პადაჭერებს შენობაში. მათ 150-მდე კაცმა უპრობლემოდ მოახერხა შესულიყო უნივერსიტეტში, შესულიყო და შეჭრილიყო რექტორის კაბინეტში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, შეჭრა და თავდასხმა პიროვნებაზე. იმ დროისთვის რექტორი არ იმყოფებოდა კაბინეტში, მაგრამ არანაირი გარანტია არ იყო, რომ იქ მათ არ დახვდებოდა ციფლადო ბაბავა და შესაბამისად არ დაემუქრებოდა მას საფრთხე. ჩვენ მოუწოდებთ პოლიციის თანამშრომლებს გამოიჩინონ კეთილგონიერება, ან არ შეუშვან არავინ, ან შეუშვან ყველა და მათ შორის ჩვენი მხარდაჭერები, რომლებიც უამრავი ასობით არიან აი ახლა ამ წუთებშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, განათლების მინისტრს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოუწოდებთ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. მოუწოდებთ მოვიდეს უნივერსიტეტში, მოვიდეს ჩვენთან, გაეცნოს აღნიშნულ სიტუაციას. ვინაიდან ეს პრობლემა გაცდა შიდა საუნივერსიტეტო ფარგლებს, ამ პრობლემამ ააღწია სახელმწიფო ზონემდე და პრემიერი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს არა მისი წარმომადგენლების მეშვეობით, არამედ პირადად. მოვიდეს, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ გვაქვს ეს 115 აუდიტორია და ჩვენ ველოდებით მას. დარწმუნებული ვარ, ბატონი პრემიერი დაინტერესდება ამ საკითხით.